მე-17 საუკუნეში ფართოვდება რუსეთის კულტურული კავშირები. რუსეთი გაეცნო მეურნეობის ახალ პროგრესულ ფორმებს, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო სამეცნიერო პოპულარული სტილის ჩამოყალიბებას. მე-17 საუკუნეში ინტენსიურად ითარგმნებოდა წიგნები პოლონური, ლათინური, გერმანული ენებიდან, ასე მაგალითად ძველი ბელორუსული ენიდან გადაითარგმნა პროსტამოვაზე მესამე ლიტური სტატუტი. ეს გახლავთ დიდი ლიტვის სამთავრობოს უზენაეს კანონთა კრებული. ამ დროს ციმბირში კეთდება მართლაც ფასეული გეოგრაფიული აღმოჩენები. ამ დროს შეიქმნა პირველი რუკები რუსეთის და აღიწერა აღმოსავლეთი ქვეყნებიც. ამ დროს შეიქმნა პირველი ხელნაწერი გაზეთი კურანტი. მე-17 საუკუნის თეატრი ჯერ კიდევ მეფის კარზე, ეს არის უცხოური გასართობი. თუმცა უნდა აღნიშნოთ, რომ ამ დროს ბიბლიური სიუჟეტებიდან ამოიღეს პესიმისტური მოტივები, ცხოვრების სამყაროს ტრაგიკული აღქმა და ძირითადი ხაზი, რომელიც ტარდებოდა დადგმებში, გახლავთ მხიარულება და გართობა. არქიტექტურაში იწყებს დომინირებას საერო მოტივები. ამ დროს უარს ამბობენ მკაცრ საეკლესიო კანონებზე და ჭარბობს გარეგნული მორთულმოკაზმულობა, მხიარული ფერები, დეკორატიული საწყისები. თქვენ სურათზე ხედავთ ვასილი ნეტარის ტაძარს, რომელიც გახავთ მოსკოვში წითელ მოედანზე. მართალია ეს ტაძარი აიგო მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში, მაგრამ ეს მორთულმოკაზმული იერსახე მას მიეცა ეკატერინე მეორის დროს და სწორედ ესეთი ფერები და ესეთი მორთულმოკაზმული იერსახე არის დამახასიათებელი რუსეთის კულტურისათვის, სახვითი ხელოვნებისათვის მოყოლებული მე-17 საუკუნიდან. ფერწერაში სათავეს იღებს რეალისტური ტენდენციები, ვითარდება ყოფითი ჟანრი, გრავიურა, ვითარდება პორტრეტი. ეს პორტრეტი მე-17 საუკუნის მიწურულს უკვე ხდება რეალისტური და აღარ აგრძელებს ხატების წერის მანერას. და მაინც მე-18 საუკუნემდე კულტურა, რომელიც მკვიდრდებოდა რუსეთში, ძირითადად არის იმპორტირებული. საერო კულტურის ფუძემდებელი რუსეთში გახლავთ პეტრე პირველი. ის იწვევს რუსეთში ყველა სპეციალობის მასწავლებელს, ნიჭიერ ადამიანებს აგზავნის ევროპაში განათლების მისაღებად. მის დროს იქმნება საერო სკოლა, რეგულარული თეატრი, მისი ბრძანებით იბეჭდება საერო შინაარსის წიგნები დიდი ტირაჟით და სხვა მრავალი. რუსები ამბობენ, პიოტრ პირველი პრარუბილ აკნო в Европу. ქართულ თარგმანში ეს ჟღერს ასე, პეტრე პირველმა ფანჯარა გაჭრა ევროპაში. აი სიტყვა თარგმანი გაჭრა ვერ ასახავს იმ უდიდეს ნახტომს, რომელიც გააკეთებინა, შეასრულებინა პეტრე პირველმა რუსეთს აი სიბნელიდან ცივილიზაციაში. ალბათ რუსული პრარუბილ, ანუ გაჩეხა უფრო მეტად მართებულია და მეტად სიმბოლური მისი მოღვაწეობის შესაფასებლად.
საერთოდ ბევრი რამ არის ამ პერიოდში სიმბოლური, თუნდაც ის, რომ ერთ-ერთი პირველი დადგმა მეფის კარზე, თეატრალური დადგმა მოხდა 1672 წელს პეტრეს დაბადების აღსანიშნად. თავად პეტრე ცდილობდა ყოველი აი შემოტანილი სიახლისთვის რაღაც სიმბოლური დატვირთვა მიეცა. ასე მაგალითად, როდესაც ის რუსებს აიძულებს, რომ ჩაიცვას ახალი ევროპული ყაიდის ტანსაცმელი, ის პარალელურად რუსულ ტრადიციულ ტანსაცმელს, აი ამ პლატიეს ქმნის საკარნავალო ტანსაცმლად, კოსტიუმად. ასევე, როდესაც ის ერთი მხრივ აშენებს დიდ ევროპულ ქალაქს ქვით, ის ერთი წამით აქ ეს არის ერთ-ერთი უძველესი ფოტო პეტერბურგის. ის ამავე პერიოდში კრძალავს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, რომ აშენდეს მსგავსი ქალაქი. რაში ჭირდებოდა მას აი ესეთი ხაზგასმა? ალბათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაემძაფრებინა კონტრასტი ძველსა და ახალს შორის. აი მე-18 საუკუნის არქიტექტურული ნაგებობები, პეტერბურგი მე-18 საუკუნეში კიდევ, ჩემი აზრით არ იყო საჭირო ასეთი ხაზგასმა, ვინაიდან არათუ რუსეთის ფაქტიურად არ არსებულ ასეთ ქალაქებს, არამედ ევროპის ულამაზეს ქალაქებსაც ჩემი აზრით არ ჩამოუვარდება სილამაზით ეს პეტერბურგი. არქიტექტურაში აღსანიშნავია ის, რომ პირველად იქნება ანსამბლები, იქნება ეს ადმინისტრაციული, სამეცნიერო და სასწავლო, სამედიცინო შენობები. ინერგებოდა უამრავი სიახლე, თუმცა როგორც თქვით, აი ეს პეტრე პირველი მუდამ ცდილობდა, რომ შეგნებულად გაესვა ხაზი წარსული სიძველისათვის. სწორედ ასეთ მოვლენას მივადევნებთ თვალს, როდესაც პეტრე პირველი შემოიღებს სამოქალაქო შრიფტს, თუმცა ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. პეტრეს პერიოდში აღსანიშნავია მთავარი ის არის, რომ კულტურაში რომ წიგნი ხდება ყოფითი ცხოვრების ნაწილი. და ის აღარ არის მხოლოდ ეკლესიის და მონასტრების ბიბლიოთეკის ნაწილი. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ მე-18 საუკუნის კულტურული აი ეს ცხოვრება იზრდება, ვითარდება, იზრდება ბეჭდური წიგნების გამოცემების, საერო წიგნების და იზრდება განათლებული ადამიანების რიცხვიც. აი ეს განათლება სამონასტრო სკოლებიდან გადაინაცვლებს საერო სკოლებში, გადაინაცვლებს ოჯახებში და განათლებულ ფენას, როგორებიც იყვნენ იმ პერიოდში ბოიარები, ჩინოვნიკები და ვაჭრები, დაემატება კიდევ ერთი ფენა, ეს არის განათლებულ ხელოსანთა ფენა. სინოდის შექმნამ ეკლესიის როლის შემცირება გამოიწვია და ამან რაციონალიზმის პიროვნული საწყისის დანერგვას შეუწყო ხელი კულტურაში. მე-18 საუკუნიდან კულტურა გახდა სრულიად საერო და სამყარო აღიქმება უკვე მეცნიერულად, იქნება სამეცნიერო მეცნიერებათა აკადემია უკაცრავად, იქნება მუზეუმები. ამ პერიოდში განვითარდა დრამატურგია. ახლავე დრამატურგიის ფუძემდებელი გახლავთ ალექსანდრე სუმაროკოვი, ეს არის რუსული ტრაგედიების და კომედიების ავტორი და დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი იგავები. 1756 წელს პეტერბურგში იქნება პირველი
პროფესიონალური თეატრი, შემდგომში ამ თეატრს ახლა დღეს ქვია ალექსანდრიის თეატრი, ძალიან მალე 1783 წელს იქნება მარინის თეატრი, ხოლო მოსკოვში იქმნება ოპერისა და ბალეტის თეატრი და დრამატულის, ეს ორივე ერთად იყო ყველაფერი, თუმცა აი შენობა, არქიტექტურული შენობა მე-19 საუკუნეში ორჯერ დაიწვება და მის ბაზაზე შეიქმნება დღევანდელი ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრი, მსოფლიოში ცნობილი და ასევე მალე თეატრი, დრამატული თეატრი. სწორედ მე-18 საუკუნიდან იწყება რუსული საბალეტო სკოლის განვითარება, რომელიც საყოველთაოდ არის აღიარებული როგორც საბალეტო ხელოვნების მწვერვალი. სხვათა შორის ჩვენი ნინო ანანიაშვილი გახლავთ რუსული საბალეტო სკოლის წარმომადგენელი. ის წლების მანძილზე სწავლობდა და მოღვაწეობდა რუსეთში და გახდათ დიდი თეატრის პრიმა ბალერინა. თეატრალურ ცხოვრებაში უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ყმების თეატრის არსებობა. აი ამ ყმების თეატრის სცენაზე იხსნებოდა დაბალი ფენის ადამიანთა ნიჭი, იქნებოდა ეს მსახიობი თუ მუსიკოსი. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის მუსიკალური ხელოვნება ძირითადად კლასიკურია. იქმნება ისეთი რთული ჟანრები, როგორიც არის საოპერო, გუნდური, კამერული მუსიკა. ყალიბდება ასევე რუსული საკომპოზიტორო სკოლა. იქმნება ოპერები, ძირითადად კომიკური ოპერა, რომელიც გაჯერებული იყო ეს რუსული სიმღერის და ცეკვის ფოლკლორით. ამ პერიოდში სათავეს იღებს ასევე რუსული ლირიული ჟანრი მუსიკაში. სახვითი ხელოვნების ჟანრები კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეს არის პორტრეტი, აი აღვნიშნე, ეს როკოტოვის პორტრეტები ძალიან საინტერესოა. ვითარდება პეიზაჟი, ისტორიული ფერწერა, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში წამყვანი ხდება ქანდაკება და ყოველივე ხასიათდება ორი ძირითადი ტენდენციით. პირველი ეს არის მხატვრული დონის დახვეწით და მეორე რეალისტური და ესეთი სადღესასწაულო მოტივების გაცლიერებით. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი კულტურაც და მეცნიერებაც დაკავშირებულია ლომონოსოვის სახელთან. იმდენად განსხვავებულია აი ამ პიროვნების ინტერესთა სფერო, რომ მე-19 საუკუნეში სერიოზულად იყო მოსაზრება, რომ ლომონოსოვი ქიმიკოსი და ლომონოსოვი პოეტი ეს არის ორი განსხვავებული ადამიანი. აი თუ რა დიდი როლი მიუძღვის ამ ადამიანს ასევე რუსული ენის წინაშე, ამის შესახებ ვისაუბრებთ შემდეგ ლექციაზე.